განათლება და მეცნიერება და განათლება მე გახლავართ ამ გადაცემის ავტორი სხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის მიმართულების ხელმძღვანელი თემურ ჩილაჩა. თქვენ დღეს შევეხებით მეცნიერების და განათლების რეფორმას, ანუ ფაქტურად რეფორმის პროფანაციას და ასევე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსპექტივას. ძირითადად 4 საკითხზე გვექნება საუბარი. პირველი, საქართველოში ეტყობა არ დარჩა არც ერთი ინსტიტუცია, რომელშიც არ შეაღწია მილიარდერის სრულ მართვა. მეორე, რუსეთს სურს, რომ მილევად რეჟიმში დაიხუროს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მანამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის რეორგანიზაცია გააკეთეს რამოდენიმე წლის წინ, რათა დირექტორობიდან კულტურულად მოეხსნა ეროვნული მსოფლმხედველობის პიროვნება ბატონი ავთანდილ დავითაია. ფაქტურად ეს ცენტრი მაშინ ერთადერთი საინფორმაციო საშუალება იყო, რომელიც რეალურად ებრძოდა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ მუდმივ ინფორმაციულ ომს, მათ შორის ეგრეთ წოდებული გალტივის მეშვეობით. დღეს აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრი და მისი ხელმძღვანელი მაგონებს ცნობილ გადაცემას ვრემია და მის წამყვანს ქალბატონ ნონა ბადროვას. სუში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი ჩატარდა საერთაშორისო დონის მეცნიერების გარეშე და მეცნიერებაზე საუბრობენ ნულოვანი ციტირების ეგრეთ წოდებული მეცნიერები. მეოთხე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ბატონი გიორგი ჯინჭარაძე, უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარე ბატონი ჯემალ გამახარია და განსაკუთრებით დეპუტატი ბატონი მურმან კვარაცხელი აქტიურად მხარს უჭერენ განათლების რეფორმას და მიიჩნევენ, რომ რეფორმის შედეგად სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი გაძლიერდება, განვითარდება და ლამის მსოფლიო რეიტინგში შევა მაღალ დონეს. ცნობილი მეცნიერი